თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის წარმატებული პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. ნეო უნივერსიტეტს ქილულში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ. პროგრამას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ნეო უნივერსიტეტს ქილულთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილი ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციას და დასაქმებას ისეთ მაღალანაზღაურებად სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირების სრული დაფინანსებით შეისწავლიან ისეთ თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. მაღალი მოთხოვნის გამო მიმდინარე სემესტრში პროგრამას ახალი მიმართულებები დაემატა. ეს პროგრამა, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 1 წლის წინ, მიიღო ესეთი მასშტაბი, დღეს ჩვენ საუბრობთ უკვე მესამე ნაკადზე და 30-ზე მეტ მონაწილეზე შეგვიძლია კონკრეტულ წარმატებაზე ვისაუბროთ აი ამ პროგრამის ფარგლებში. არაერთი ახალგაზრდა, რომელიც გაიარა ეს პროგრამა, არის დასაქმებული უშუალოდ აქ-სკილვილში და ეს განსაკუთრებულად მისასალმებელია. ეს არის უდიდესი мотиваცია და სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის. დღეს დაიწყო მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს ჩვენი უწყების ხილულთან თანამშრომლობას იმ ნაწილში, რომ 30 მონაწილეს პროექტში ჩართულ ბენეფიციარს, აფხაზეთიდან დევნილს, აქ საშუალება გაიაროს სხვადასხვა მიმართულებით კურსები, ეს არის კიბერუსაფრთხოება, ეს არის სოციმედია მენეჯმენტი, ეს არის UX, UI დიზაინი და ასე შემდეგ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენს ბენეფიციარებს, დევნილ მოსახლეობას და კონკრეტულ პირებს ვასწავლით დასაქმებისთვის, არა მხოლოდ სწავლება, არამედ სწავლება დასაქმებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეეძლოთ ყველაზე მოთხოვნადები იყვნენ შრომის ბაზარზე. თავიდან გავიარე 3 თვიანი UI UX დიზაინის კურსი, ხოლო შემდეგ უკვე იყო ასეთი წინაპირობა, რომ თუ მოხდებოდი top 3-ში, შემეძლებოდა დაწყება მუშაობის Making Science Suite-ში. ეს არის კომპანია, სადაც მოხვედრა არც თუ ისე მარტივია და ძალიან დიდი კონკურენცია, თუმცა ახლა უკვე მუშაობ Making Science Suite-ში, სწორედ რომ სკილის წყალობით და მაქვს შესაძლებლობა რომ გავიარო უკვე სამუშაო პერიოდში მივიღო გამოცდილება ადამიანებთან, რომლებიც უკვე არიან პროფესიონალები და ეს გრძელდება 6 თვის განმავლობაში, ვარ ინტერნი და შემდეგ უკვე დავიწყებ ჯუნიორად მუშაობას ამავე კომპანიაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა გაიმართა, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023-24 წლებში მიზნობრივი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ხდომის მუშაობაში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოისმინეს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლელა დუნდუას მოხსენება ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებზე, მათი განხორციელების თავისებურებებზე და ისევე კითხვები და მოსაზრებები სფეროს ცალკეულ საკითხებზე, მათი შესრულების მაჩვენებლებზე, არსებულ პრობლემებზე, რაზეც მომხსენებელმა და მოწვეულმა სტუმრებმა პასუხები გასცეს. კომიტეტის ხდომაზე ითქვა, რომ მსგავსი საქმიანი განხილვები მომავალშიც გაგრძელდება სხვა უწყებებთან. ჩვენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე პერიოდულად გეგმავთ ცალკეული მხარჯავების და მათი ქვემდებარე სტრუქტურებში ფინანსების ბიუჯეტით გათვალისწინებული რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის მიმდინარეობის საკითხებს. ეს პრაქტიკაში პირდაპირ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც დანერგილი არ იყო იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ახლებური მიდგომები დავაფიქსიროთ ამ საკითხთან მიმართებაში და პერიოდული შუალედური მიღწევები, შედეგების მიღწევის საკითხში კონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. შეხვედრა იყო საკმაოდ პოზიტიური, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული და მე ვფიქრობ, ასეთი თანამშრომლობა შემდგომში დადებით გავლენას მოახდენს სამინისტროს და აღნიშნული კომიტეტს შორის საქმიანობაზე. სამინისტრო ზოგადად თავის პროგრამებს ახორციელებს იმ პრიორიტეტების ფარგლებში, რასაც სამინისტრო მიზნად დაისახა. პრიორიტეტი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე, როგორც ჰოსპიტალურ ნაწილში, ისევე პირველადი ჯანდაცვის რგოლთან მიმართებაში და სწორედ ეს პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ამისკენ არის მიმართული.
ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში ეგრეთ წოდებული აპარტ-ოტელების შესახებ კანონპროექტის ახალი რედაქციით განხილვა დაიწყეს, თუმცა ამაზე ოფიციალურად ჯერ არ საუბრობენ. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Telegram გვერდები ავრცელებენ. კანონპროექტი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ხდომაზე სახეშეცვლილი ფორმით იქნა წარდგენილი. ახალ რედაქციაში საუბარია სასტუმროს ტიპის ბინების აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მშენებლობასა და მათი უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობაზე. იდეის გავრცელების მიზნით დე-ფაქტო ხელისუფლება უახლოეს დღეებში რამდენიმე ღია მიმართვის ორგანიზებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხს ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ თემის გარშემო ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ქართველი ექსპერტები ყურადღებას რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აპარტ-ოტელების მასობრივ შეძენაზე ამახვილებენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დემოგრაფიული ცვლილებები. საზოგადოების წინააღმდეგობა გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობაზე არის გათვლილი და დემოგრაფიული თვალსაზრისით აფხაზეთის საზოგადოება ვერ ეგუება შესაძლებლობას, რომ დემოგრაფიული ვითარება ამან შეიძლება შეცვალოს. ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ისეთ კონსპირაციული თეორიებიც არსებობს, რომ თითქოს რუსეთმა გაყიდა აფხაზეთი და ეს აპარტ-ოტელები არის შენდება უბრალოდ იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეების მქონე ქართველები ჩამოსახლდნენ და ამაში ქართველების ხელიც ურევია. ახლა მე რეალისტურად არ მიმაჩნია ასეთი წარმოდგენები და მოსაზრებები, მაგრამ აფხაზეთის საზოგადოების ერთ ნაწილს სჯერა, რომ ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან პოპულარული მოსაზრებაა. თუმცა არსებობს ერთი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც აპარტ-ოტელების აშენებაში ხედავს შესაძლებლობას ეკონომიკური ცხოვრება გააქტიურდეს, ვითარება გაუმჯობესდეს, ადამიანები დასაქმდნენ და კონკრეტულად აი ამ ობიექტებმა მოიზიდონ დამატებით შესაძლებლობები იმისათვის, რომ გააქტიურებულმა ეკონომიკამ გააუმჯობესოს სოციალური ვითარება აფხაზეთში. ასე რომ ერთგვაროვანი დამოკიდებულება აპარტ-ოტელების მიმართ არ არის, თუმცა უარყოფითი დამოკიდებულება, ემოციური თვალსაზრისით უარყოფითი დამოკიდებულება ბევრად უფრო მეტია აი იმ პირველი დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, მდგომარეობის შეცვლის საფრთხის გამო. ეს არ არის აღნიშნული კანონის გატანის პირველი მცდელობა. საზოგადოებაში ეს აწყდება დიდ წინააღმდეგობას და ეს წინააღმდეგობა არის მზარდი, შეიძლება ითქვას. ამჟამად საუბარი არის არაოფიციალურად საუბარი არის აფხაზეთის ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებზე. ამასთან არსებობს შიში იმისა, რომ მოხდება დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსების ჩასახლება, რაც გამოიწვევს დემოგრაფიულ ცვლილებებს და შესაბამისად გამოიწვევს რაღაც ტერიტორიის დაკარგვას აფხაზების წარმოდგენაში. ინა ლარძინბას შემდეგ მედია ცენტრს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფუძნებს. თუმცა ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი ინა ლარძინბას მიერ დატოვებული კადრებით იქნება დაკომპლექტებული. როგორც საინფორმაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ითქვა, მის მთავარ ამოცანას შეადგენს აქტუალური საკითხების ფართო წრის შესახებ საზოგადოების ოპერატიული ინფორმირების უფრო ეფექტური სისტემის შექმნა. მოცემულ სივრცეში უნდა გაიმართოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ონლაინ და ოფლაინ თათბირები. ცენტრი აღჭურვილია ტექნიკური მოწყობილობებით და 20 კაცზე არის გათვლილი. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სკამებისა და მაგიდების ერთი შენობიდან მეორეში გადატანას გავს. აღნიშნულ საკითხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მედია ცენტრის ფორმალური რეორგანიზაციის შედეგად არაფერი იცვლება. ის კვლავინდებურად რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და დე-ფაქტო ხელისუფლების პერსონების გაპიარებას ემსახურება. ძალიან ბევრი კითხვა ისმებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში რა ფორმით გააგრძელებდა მედია ცენტრი მუშაობას და პასუხმაც არ დააყოვნა. გუშინ უკვე დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საინფორმაციო ცენტრი იხსნებოდა პრეზიდენტის ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციაში. და ეს საინფორმაციო ცენტრი მთლიანად დაკომპლექტდა იმ ადამიანებით, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ინა ლარძინბას ემსახურებოდნენ. ხელმძღვანელიც კი ერთი და იგივე პირია. ბუნებრივია მედია ცენტრი პროპაგანდისტული საშუალება იქნება, თუმცა უკმაყოფილება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ ცენტრთან დაკავშირებით თვითონ მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც კი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე საერთოდ არ ყოფილა სხვა მედია საშუალებები მიპატიჟებული. ამბობენ, რომ ახალ მედია ცენტრში ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი აფხაზურ ენაზე. წუხან იმაზე, რომ ეს ცენტრი ერთგვარად დაბლოკავს სხვა ჟურნალისტებს და არ მისცემს მუშაობის საშუალებას და ამ მედია ცენტრით მოხდება იმ ინფორმაციის გაჟღერება, რომელიც აწყობს de facto ხელისუფლებას. ჩვენის მხრივ რა შეგვიძლია ვთქვათ, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი დაარსების დღიდან ემსახურება შერიგების პოლიტიკას და ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ახორციელებს და ყველა მედია პროექტი, რომელსაც ჩვენ წერთ და ვაკეთებთ, ემსახურება შერიგების პოლიტიკას და რეალური ინფორმაციის გაჟღერებას. ჩვენის მხრიდან მხოლოდ შეგვიძლია ეს მიმართულება გავაძლიეროთ და პროპაგანდას ერთგვარად დაუპირისპიროთ რეალური, ნამდვილი, გადამოწმებული ობიექტური ინფორმაცია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა გაიმართა, რომელიც სოხუმში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების 91 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენცია ორდღიანი იყო და მასში მონაწილეობდნენ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერ-მკვლევარები, დოქტორანტები, ასევე საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლები, ექსპერტები, ახალგაზრდა ბიზნესმენები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციაზე ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირი საქართველოსთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, კორპორაციული პასუხისმგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესში. განიხილეს ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები. სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს ელექტრონული პოსტის მეშვეობით დაეგზავნებათ ელექტრონული სერტიფიკატი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა. ჩვენ არათუ ნაწილი ვართ, არათუ მივილტვით ევროკავშირისკენ, ვართ ერთ-ერთი აკვანი ევროპული ცივილიზაციის. ამაზე მეტყველებს უამრავი ფაქტორი. აღნიშნული კონფერენცია ტარდება ჟანმონეს პროექტის ფარგლებში. მისი რეზონანსულობის და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ უცხოელი მკვლევარებიც არიან ჩართულები. კონფერენციის მიზანია მდგრადი პრაქტიკის, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მეცნიერ მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალებს შორის და ახალი კვლევების ინიცირება ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, შემდეგ კვლევის შედეგების ადაპტირება ქართულ კომპანიებში, ანუ ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამ საუკეთესო პრაქტიკის ადაპტირება ქართულ ბიზნეს კომპანიებში. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. კონცერტი სიმბოლურად წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა და კოდის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრის საესტრადო სტუდიის მოსწავლეებმა მიიღეს. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების მიერ შესრულებულმა გამორჩეულმა მუსიკალურმა ნომრებმა და საინტერესო პროგრამამ სტუმრად მოწვეული ევროკავშირის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სტუმრები აღნიშნავდნენ, სცენაზე მართლაც იგრძნობოდა ქართულ ევროპული მუხტი. როგორც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები, ისე ჩვენი აფხაზეთელი ბავშვები ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული სცენაზე იდგნენ და უნღეროდნენ მშვიდობას, უნღეროდნენ სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ გვერდში ერთმანეთის გვერდში დგომით, თანადგომით, სწავლით გავალთ ჩვენ რა თქმა უნდა იმ არენაზე, რაზეც ვოცნებობთ, იქნება ეს ევროკავშირი, იქნება მსოფლიოს სხვა დონეზე, თუ არა აქვს მნიშვნელობა, ყველა ბარიერი დაძლეული იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვეყოლება განათლებული და კულტურული მომავალი თაობა და საზოგადოება. უმასპინძლეთ ჩვენიერ ბავშვებს აღნიშნეთ ევროპის დღეები, როგორც სხვა რეგიონებში და რაიონებში, ისევე ჩვენთან ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ პედაგოგს, თითოეულ იმ პირს, რომელმაც მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ გვჯერა და გვწამს იმის, რომ ეს კანდიდატის სტატუსი იქნება საფუძველი იმის, რომ მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ წვლილს შევიტანთ ჩვენი კულტურით, ჩვენი ხელოვნებით, ჩვენი მრავალფეროვნებით, იქნებით ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ამ დიდი გაერთიანების. მე პირადად უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემ მასწავლებლებს და მთლიან სამუსიკო სასწავლებელს, რომ შემეძლო ჩემი ყოფილიყავი ამ კონცერტის ნაწილი და კიდევ უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ჩადაწვრილი ამ საქმიანობაში.